საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ვესტუმრეთ, სადაც მისი წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე ბოლქოძე მასპინძლობს. მოგესალმებით, მამო, დიდი მადლობა. დახვედრისთვის საოცარ ადგილას ვხედავთ დღეს, იმიტომ რომ აქ ნაშთია იმ ტაძრისა, რომელიც ძველი ტაძარი იყო 37 წლის რეპრესიების დროს დანგრეული ტაძარია და ძალიან ისეთია. ემოციურიც არის, რომ შედარჩუნებულია და რაღაცნაირად საძირებლად გამოყენებულია. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და ვისაუბროთ, რა ვიცი, სულიერ საკითხებზე დიდი მარხვაა და ზობის საუფლო დღესასწაულზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად და ამ დღის მნიშვნელობაზე ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებლებისთვის, ჩვენთვის. რადგან დრო გვაქვს, ცოტა სიღრმისეულად განვიხილოთ, დავიწყოთ თავიდან და მოვიდეთ ბზობამდე. ზოგადად ბზობის დღესასწაული ესეთი ქართული დასახელებაა. სინამდვილეში ამ დღესასწაულს ქვია იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ეს დღესასწაული ნიშნავს ადამიანის შეხვედრას ღმერთთან. მაგრამ ყველაფერი ღმერთმა შექმნა ადამიანისთვის. აი როცა ჩვენ დაბადებას ბიბლიის პირველ წიგნს ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ქნა ნათელი, ღმერთმა ქნა ქვეყანა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ყველაფერი ხო, ფრინველები წყალში ჯერ, თევზები, შემდეგ ფრინველები, შემდეგ ცხოველები, ადამიანი შექმნა, ევა მისი ნეკნიდან და სამოთხეში ამყოფებდა ღმერთი ადამიანებს. თვითონ ღმერთი იმდენად ნეტარებდა და იმდენად ბედნიერი იყო, ესეა სწავლება ქრისტიანული, რომ მან ვერ დაიტია ეს სიხარული, მართლაც ესეა, ხო? ნორმალური ადამიანი, კეთილი ადამიანი, რაიმე დიდ განძს რო იპოვის, თქვათ, მაგალითისთვის, ხო? იმ განძით ხო არ ტკბება თვითონ, ხო? უხარია რომ გასცეს მეგობრებს, ახლობლებს და აი ეს სიხარული აქვს ადამიანს, ხო? მით უმეტეს ღმერთი მას უნდოდა რომ შეექმნა ადამიანი არ მისი მსგავსად და ხატად, რომ მარტო არ ყოფილიყო ბედნიერებაში. მაგრამ როგორც ვიცით, ადამიანმა უღალატა ღმერთს და აი საინტერესო მომენტი რა არის, რომ სადახარ ადამ ხო ღმერთი ეუნება ჯერ კიდე სამოთხეში. ანუ ღმერთი ითხოვს სინანულს ადამ და ევასაგან. და მამები ამბობენ, წმინდა მამები, რომ თუ მათ ექნებოდათ სინანული, აი რა მნიშვნელოვანია სინანული. მაშინ იგი დატოვებდა სამოთხეში, ხა არ გამოაძევებდა. სინანული არის აი ყველაზე დიდი განძი, და უკვე დაცემული ადამიანისთვის. აი მართლაც ესეა, ხო, აი შვილი რო გაგაბრაზებს, ან ვინმე გაგაბრაზებს, მეგობარი გაცხენინებს, ხო? ბრაზდები შენ მასზე, მაგრამ თუ ის არაფარისეულად, არამედ გულითადად შეინანებს, იტყვის მაპატი, აი შენ უკვე ეს ჩატეხილი ხიდი უცებ გამთელდება. აი ეს არის სინანულის ძალა. და საერთოდ ადამიანი უკვე დაცემული ბუნების ადამიანი, მხოლოდ სინანულით არის ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, არ არის ესე რომ განვლოთ ცხოვრება ისე რომ არ შევცოდოთ. ამიტომ დაადგინა ღმერთმა სიკვდილამდე არაერთჯერადაც სინანული, იმიტომ რომ იცის ჩვენი უძლურება და სინანულით ჩვენ უერთდებით ღმერთს. აი შემდგომ უკვე როცა ადამმა და ევამ შეინანა, ღმერთი მათთან იყო და აი ამით გადარჩენ, ამ სინანულით გადარჩენ. მაგრამ ნუ მერე ვიცით ხო ისტორიით, რომ კაცობრიობა რომ გამრავდა ისევ ცუდ მხარეს, ისევ უარყოფით, ისევ ცოდვებში ჩაიძირა, მარტო ნოე იყო ერთი ადამიანი, ის გადარჩა და მისი ოჯახი კიდობანში, შემდეგ ასევე გამრავლებით ისევ ცოდვაში ჩავარდა ადამიანი, ისევ საშინელ ცოდვებში იყო და იყო მხოლოდ აბრაამი, ნამდვილი მორწმუნე, რომელიც წმინდა ცხოვრობდა. და ამიტომ არის რომ აირჩია აბრაამი ღმერთმა, იმიტომ რომ აღარავინ იყო მორწმუნე და ვიღაც ხომ და ერჩია და ხო არ აირჩევდა ხა შამანებს ან ვინმეს ის კერპთაყვანისმცემლს, ვინც იყო ჭეშმარიტი მორწმუნე. ამიტომ არის რომ მიკერძოებით არ არის რომ ებრაელი ერი აირჩია ღმერთმა. იმიტომ აირჩია რომ არავინ იყო სხვა გარდა აბრაამისა, რომლიდანაც მედე ებრაელი ერი გამოვიდა ისრაელი. საინტერესო ასევე მესამე თავი დაბადების მე-15 მუხლი ყველასათვის, ყველა ადამიანს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, იმიტომ რომ იქ წერია უფთხრა უფალმა ეშმაკს ბოროტს ქალწულისაგან მოვავლენ ქალწულის თესლისგან
გამოვა, ესე იგი, ქრისტეზეა ლაპარაკი, კაცი, რომელიც შენ მეუფებას, ანუ შენ ძალაუფლებას დადრგუნავს და გამოიყვანს და გახსნის სამოთხეს თავიდან. ამიტომ აი ეს მუხლი არის ჩვენთვის იმით არის საინტერესო ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანა და ღვთისმშობელზეა ლაპარაკი. აი მთელი ისტორია არის ეძებდა ღმერთი რომ განკაცებულიყო წმინდა ქალწულში. და ეს მოხდა იმ დროს, როცა მოხდა, რომ იოაკიმ და ანას შვილი, წმინდა მშობლების შვილი, თვითონ წმინდა ღვთისმშობელი, როცა ნახა უფალმა, რომ ეს იყო ყველაზე რჩეული, განკაცდა, ჩამოვიდა, რომ ეშველა კაცობრიობისთვის, მაგრამ საშველი იყო ის, რომ მთელი ჯოჯოხეთური ტანჯვა თვითონ უნდა განეცადა და ეს დღეებია ზუსტად, აი მარხვის დღეები ეს არის. უნდა განეცადა და მთელი ჯოჯოხეთური სატანჯველი, იმიტომ იყო იქ მოირთვინა, ნერწვა, ცემა, წარმოიდგინე ღმერთს ცემდა ადამიანი. ყველაფერი დაცინვა, ჯვარცმა, ყველაფერი მთელი ჯოჯოხეთური სატანჯველი და რომ ესე იგი ჯვარცეცვა ამით გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები და სამოთხის კარი გაიხსნა. იმ შემთხვევაში, ვინც თავის სურვილით შეურდება ღმერთს, ქრისტეს, მათთვის გახსნილი იქნება ყველასთვის, ვინც ესე იგი გახდება ქრისტიანი და იცხოვრებს ქრისტიანულად. და აი ეს მესიის მოლოდინი იყო ზუსტად ისრაელში, ოღონ დამახინჯებული იყო, უფრო ამ ქვეყნიურად ფიქრობდნენ, რომ აი მესია მოვა და ჩვენ ვიქნებით მის სამეფოში პირველ ადგილზე. იოანე ღვთისმეტყველის და იაკობის დედა ეუნება კიდევაც ქრისტეს უკვე რომ მოდიან დიდებით შესვლა, ანუ ბზობის დღესასწაული, რომ მოდიან იერუსალიმისკენ, შენ სამეფოში პირველ და მეორე ადგილზე ჩემი შვილები დააყენეთო. ეს ნუ გასაგებია, დედას უნდა თავის შვილები იყვნენ, ხო, პირველები და მათ ხო არის საყვედურობს, იმიტომ რომ არც გესმისო რას ლაპარაკობ, იმიტომ რომ ადამიანის ტრაგედია ეს კი არ არის, რომ რაღაცნაირად ჩვენ ძალაუფლება არ გვაქვს, ღარიბები ვარ თქვათ, ვინც ღარიბია, ან რაღაცა ადამიანის პრობლემა იყო ცოდვა. ადამიანის ტრაგედია არის ცოდვა. და ამ ქვეყნად როგორ შეიძლება ადამიანი ეს არ არის სამოთხის ადგილი, ხო? ბოლო-ბოლო ყველაზე დიდი პრობლემა არის სიკვდილი, მოწესრიგებული რო კონდეს. ყველა პრობლემა სიკვდილი ხო არის? სიკვდილს რას უზა? ამიტომ არა ამ ქვეყნიური იყო მესიის, ქრისტეს მეუფება და მოდის უკვე დიდებით, იმიტომ რომ 4 დღის აყროლებული გვამი ლაზარესი აღადგინა. წარმოიდგინეთ, ეს ნიშნავდა იმას, რომ ის იყო მესია, ეს ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო განკაცებული ღმერთი, იმიტომ რომ არასოდეს არავის ესეთი რამე არ უქნა. და ამიტომ მთელი იერუსალიმი შეიძრა, მთელი ქალაქი შეიძრა, ბავშვიან, მოხუციან, ქალიან, კაციანა, აიღეს რტოები, აი იქ რაც მარადმწვანე ტოები, ჩვენთან ბზა არის და ამიტომ ხშირად ჩვენ ბზას ხმარობთ და პალმის რტოები, ბზის რტოები და უფენდნენ სამოს და აი ესე მიეგებენ ქრისტეს და ქრისტე ხო ასე დიდებით უნდა შევიდეს, ხო? ხო შეიძლება ეტლით შესულიყო, მაგრამ აქაც თავდაბლობა. ეს არის ყველაფერი მაგალითი, მისი ცხოვრება. რისი მასწავლებელი იქნებოდა? სასახლეში დაბადებულიყო, ეტლებით გადაადგილებულიყო, ყველაფერს აკეთებს თავდაბლობით, რომ ადამიანს გააგებინოს, რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის არის თავდაბლობა და ურთიერთობა სიყვარულით. ამიტომ ჯდება ვირზე. იქ ერთი წმინდა მამა ამბობს, რომელიმე მეფეო გინახიათ იერუსალიმში შესული ვირზე მჯდარი, რა თქმა უნდა არაო, ყოველთვის ეტლებით და ცხენებით შედიოდნენ, მაგრამ მაცხოვარმა ეს გააკეთა იმისთვის, რომ თავდაბლობა ესწავლებინა ჩვენთვის. თან აქ სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, რომ სახედარზე ამხედრებული ღმერთი დაიპყრობდა წარმართებს, რაც მოხდა შემდგომ სინამდვილეში. და ესე დიდებით შედის იერუსალიმში მაცხოვარი და მთელმა ისრაელმა აღიარა, რომ ის არის მესია. ყოველი ადამიანის შემდგომ იერუსალიმში დიდებით შესვლა რაღაცა სიმბოლურად სულ ყოველთვის მეორდებოდა. მაგალითად, 3 საუკუნე როცა ქრისტიანებს აწამებდნენ, კლავდნენ მოწამეთა ცხოვრებაში, ჩვენ ხედავთ, რომ აი მაგალითად წმინდა გიორგის ტაძარში ვართ, ხო? აქ წმინდა გიორგის წამების დროს 10,000-ობით ადამიანი წარმართი მოიქცა, იმიტომ რომ ხედავდნენ ნაწამებ თითქმის მკვდარ
გიორგის დაკუწულ გიორგის როგორ აღადგენს ღმერთი და აღარც ჭრილობაც კი აღარ ეტყობოდა გიორგის და ასეთ სასწაული და მრავალი სასწაული აღესრულა იმ დღეებში აღიარა 10,000-ობით ქურუმები გახდნენ წმინდანები. მთელი საუკუნეების მანძილზე, 3 საუკუნის მანძილზე მოწამეთა ცხოვრებას რო უყურებდნენ, ამ სასწაულებს რო უყურებდნენ, ზოგჯერ ხმა მოისმოდა ზეცით და სხვადასხვა სასწაული აღესრულებოდა, ისინი დაახლოებით იგივე სიტყვებს ამბობდნენ. ოსანა მაღალთაშინა კურთხეულ არს მომავალი, დიდება ქრისტეს, დიდება ქრისტე ღმერთს. ასე რომ ბზობა ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში სულ მეორდებოდა მთელი ისტორიის ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის მანძილზე. როდესაც ადამიანი არ არის მორწმუნე და ხდება მორწმუნე ღვთის გავლენით, მისი ნებით ადამიანი, ხო? აი ამასაც ქვია, შენ შინაგან სამყაროში, შენ ადამიანში ქრისტეს შემოსვლა. ეს 40 დღე მარხვის მძიმეა ყველა დღე, მაგრამ აი ეს უკვე 7 დამატებული დღე განსაკუთრებით მძიმეა. იმიტომ რომ ემზადებით ახლა აღდგომის დღესასწაულისთვის და რო განწმენდილი მივიდეთ აღდგომის დღესასწაულამდე და ქრისტე შემოვიდეს ჩვენში და ჩვენ განსულიერდეთ. მაგრამ აქ ზუსტად ათეისტებისთვის, ზუსტად უძლურთათვის მე მინდა ესეთი ნუგეში ვთქვა. არის საოცარი სიტყვა აღდგომა დღეს იკითხება იოანე ოქროპირის, რომ ვინც იმარხა და ვინც არ იმარხა, ყველანი მოდითო ამ დღესო, ყველამ აღიარეთ ქრისტეო და ღმერთიო შეუნდობს მათო, ოღონდ კი აღიარეთ, ოღონდ კი გამოთქვით სურვილიო. აი ერთი კაცი მე მახსენდება მაგალითი მოვიდა ჩემთან და მითხრა მინდაო ეს დიდი მარხო, აი ეს ბოლო კვირაც ვერ შევინახეო. ადრე იყო ეს და ძალიან მინდაო და რა გავაკეთო მამაო და მე აღდგომას მინდა ზიარება და მე ვთხარი პარასკევი და შაბათი მაინც შეინახეო და მე შაბათს რომ მოვიდა იქო შევწდიო, მაგრამ ეს 2 დღეც კი ვერ შეინახა რა. პარასკევს შევინახეო და შაბათს მაინც წამწდაო და მაშინ მე ვთხარი, რადგან შენ აი მაინც გამოიჩინე დიდი სურვილი, დიდი მონდომება და იოანე ოქროპირის ეს სიტყვა უთხარი, შენ ღირსი ხარ იმის რომ ეზიარო აღდგომა დღეს და ვაზიარე და ისეთი სიხარული ქონდა და მე სულ მოიქცა რა ასე ვთქვათ. ამიტომ არის რომ ათეისტებს თუ სხვებს მინდა ურჩიო რომ იმდენად მოწყალია უფალი რომ ერთი აი სინანული იმიტომ არის მოვიდა მესია და ყო ელოდებოდე რას გვეტყვის და ეს თქვა მეტი არაფერი შეინანეთ ანუ სინანული თქონდეთ მოახლებულ არ სასופველით სათა. ეს სინანული წარმოიდგინეთ იმ ისეთი რამ არის რომ ღმერთი შემოდის შენში. ერთი აი ხო ცოდვილები ვართ ხო მოგდის ეს ცოდვები გინდა არ გინდა მოგდის უძლურები ვარ და მაგრამ აი იტყვი მაპატიე ღმერთო და ღმერთი შენთან არის. ეს საოცრება. ერთხელ ჩემთან მოვიდა 2 პროტესტანტი. ძალიან კარგი ერუდირებული, განათლებული ახალგაზრდები იყვნენ, ამერიკელები რაღაც ინგლისური წარმოშობის და მითხრეს რომ რელიგიურები ვართ, ოღონ ბაპტისტები ვართ, ხო, მაგრამ იმდენად რაღაცნაირად სიხარულში ვართო, რომ მაგალითადო ნათლისღებასო ნახეთო, რომ ჩვენი მეზობლები ბოთლები წყლით დადიან. ჯერ ვერ მივხვდი სად მიდიან. მე იმას ბზობას, ესე იგი დიდებით შესვენებაში ბზები მიავდა, ჩვენც გავყევითო და მე ნახეთო იქ სულთმოფენობას ყვავილებით მიდიან, ძალიან დიდი რაოდენობა ქართველებისო და აღდგომას კიდევ ნახეთ ღვთაებრივი ცეცხლი მოქონდათ, იქ წითელი კვერცხებიო და ისე დაგვაინტერესაო ყველაფერმა რომ სამებაში დავიწყეთ სიარული რა. და მე აღარ მქონია კავშირი როგორც მე მითხრეს, აი თითქოს უბრალო რაღაცეებით დაინტერესდე. თითქოს უბრალო რამეა, მაგრამ ამით მოიქცნა. ის ხალხი მითხრესოს ესწრებიან წირვას სამებაში კვირა დღესო. შესაძლოა მოინათლენ კიდევაც და მიზეზი გახდა ზუსტად ეს ბზა, ეს წყალი, ეს წითელი კვერცხი, რა თქმა უნდა. კაცობრიობის ისტორიაში ჯვარცმარი მთავარი ჯვარცმა და აღდგომა მთავარი მომენტი. მთელი კაცობრიობის ისტორიაში ხა ამას არ აქვს მნიშვნელობა წამს ზოგს ეს თუ არ წამს, როგორც მზე ანათებს და ხა ვინმე რო თქვა ამ ბრმამ ან ვინც ვერ ხედავს მზე არ არსებობს, მაგრამ მზე არსებობს ამ დაგვარად. აღდგომის ჯვარცმის აღდგომის დღესასწაული ეს არის მთავარი მომენტი, იმიტომ რომ ამით დაუბრუნდა
კაცობრიობა ადამიანი თავის ნებით თუ ინებებს 64-ის კარი გაიხსნა. ვინ იწავებდა ეხა პავლე მოციქულის რო ქრისტე აღსდგა ან პეტრე მოციქულის, ამიტომ პირდაპირ წერია საქმე მოციქულთაში რომ ამას იმოწმებდნენ სასწაულებით. იქ ტარს აღადგენდნენ, იქ კოჭლებს განკუნავდნენ, ბრმებს კურნავდნენ ქრისტეს ძალით. აი ეს არის ზუსტად მტკიცებულება იმისა, რომ ქრისტე ნამდვილად აღსდგა და შემდგომ აძლევდა ძალას მოციქულებს და ყველას, ვინც სასწაულებს იქნო. და ეს ისტორიულად რო გადავხედოთ, სულ სასწაულებია, სულ და 13 ასურელი მამა აქ მოსულებთ, 13-ვე იყო სასწაულთ მოქმედი. სასწაულებს აკეთებდნენ, ან ის სასწაული რაც წმინდა ნინომ გააკეთა ჩვენთან სვეტი ცხოვლის სასწაული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სხვათა შორის მე განელდა რწმენა, მაგრამ სასწაულები ასე თუ ისე მე უკვე ნაკლებად, მაგრამ ბოლომდე დატოვა ღმერთმა აღდგომა დღეს ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა. ეს უთხოვარი ჭეშმარიტება იმისა, რომ ქრისტე ნამდვილად აღსდგა და ეს სასწაული ხდება იერუსალიმში აღდგომის ტაძარში.